Makalis xma მე ლელა ლობჟანიძე ვარ. დღეს ჩვენ საუბრობთ გენდერულ დეზინფორმაციაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ჩვენი სტუმარია გენდერის ექსპერტი ლელა ხომერიკი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქართული მედია ჯგუფის გადაცემათა ციკლი ეთმობა ძირითადად გენდერულ დეზინფორმაციას, ამიტომ მიხარია რომ დღეს ხართ ჩემი სტუმარი. პირველი კითხვა რაც უნდა დაგისვათ არის ის რომ მაყურებელს ვუთხრათ რა არის დეზინფორმაცია, რა სახის გენდერული დეზინფორმაცია ვრცელდება, როგორ უნდა ამოვიცნოთ ის და რა ზიანის მომტანი არის დეზინფორმაცია. Dezinformacja jest słową informacji z gaვრცელება მიზან მიმართულად. რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები? ამ თემებს განიხილავდნენ შეხვედრაზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელსაც ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებოდნენ. შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობას ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. მოხსენებები ძირითადად ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეთმობოდა, რომელთა აღმოფხვრაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება სწორედ მედიას შეუძლია. ტრენინგის მიზანი არის ინფორმირებობის გაზრდა და მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, რათა ჩაერთონ შექმნილ მასალები და ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობას, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ. ტრენინგში მონაწილეობენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბლოგერები და ასევე ადგილობრივი რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, რათა მათ აქვთ წვდომა და ახლო კომუნიკაცია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულის როლი, რომ ინფორმაცია მიიტანონ მოსახლეობამდე, შექმნან მასალები, თუ რა არის გენდერული დეზინფორმაცია, როგორ უნდა ვიბრძოლოთ და ამოვიცნოთ დეზინფორმაციული ინფორმაცია და რა ზეგავლენა მოახდინოს ამან ადამიანის ცხოვრებაზე. დეზინფორმაცია, რომელიც ქალების მიმართ ხშირად ვრცელდება, სავსეა პატრიარქალური სტერეოტიპებით, რაც ქალების პირად ცხოვრებაზე, გარეგნობაზე, საქმიანობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე სიძულვილის ენით საუბარს გულისხმობს. ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ჩვენ გვახსენდება ქალების ვიზუალზე აქცენტირება, მათი სექსუალური ცხოვრება, მათი დამოკიდებულება ოჯახისა და ბავშვებისადმი. თუ ქალი მუშაობს, ავტომატურად საზოგადოების რაღაც ნაწილი აღიქვამს, რომ ის არ არის კარგი დედა, ის არ არის კარგი მეოჯახე, ან არიან იმ სტიგმის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ ქალი უნდა იყოს მხოლოდ სახლში და უნდა იზრუნოს ქმარზე, მშობლებზე, შვილებზე და ასე შემდეგ. ეს დეზინფორმაცია უფრო მეტად გამოწვეული არის სექსისტური და სტერეოტიპული დამოკიდებულებებით, რაც ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალიან ღრმად არის ფესვებგატყული. რეგიონებში, სადაც უამრავი სტერეოტიპები არსებობს და დღემდე უამრავი ქალი იბრძვის ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს ამ თემაზე, ვთქვათ, გაზიარდეს ინფორმაცია, უფრო მეტი ვისაუბროთ ამ თემებზე და რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას, რომელთა შორის არიან ძირითადად ქალები და სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებსაც უნდა ვესაუბროთ მათ ენაზე გასაგებად, რომ მიხვდნენ, ვთქვათ, რა არის ყალბი ინფორმაცია, რა არის fake news-ი, რასაც ჩვენ ვეძახით და რა თქმა უნდა, ცნობიერება ამაღლდეს, როგორც უკვე ვახსენე ამ მიმართულებით. მედიაში გაშუქებული ან დაწერილი თითოეული ციტატა მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სამიზნე ჯგუფისათვის და აუდიტორიისათვის, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სათანადო განათლება ან ინფორმაცია მიღებული და ერთმა არასწორმა ქმედებამ, არასწორმა სიტყვამ შეცვალოს მთლიანად მათი ცხოვრება. ამიტომ მედია უნდა დაფიქრდეს და ძალიან კაცრად აწონდაწონოს, ასე რომ ვთქვათ, ის, რასაც ისინი ავრცელებენ და იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას. გასვლით შეხვედრას ქართული მედია ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ორგანიზაცია გენდერული დეზინფორმაციის შესახებ შიდა ქართლში აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით სხვადასხვა სახის მასალებს GMG შვედურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სამოქალაქო უფლებების დამცველებთან პარტნიორობის ფარგლებში ამზადებს. ციფრულ ერაში დეზინფორმაციის მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ დღეს
თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მზარდია დეზინფორმაციის ერთ-ერთი შენაკადის, ასე ვთქვათ, გენდერული დეზინფორმაციის მასშტაბიც, ხო? გენდერული დეზინფორმაცია არის, ესე იგი, სრულ შეთხზული, ასე ვთქვათ, შინაარსების მიზანმიმართული გავრცელება და ის იყენებს, რატომ არის ის გენდერული დეზინფორმაცია, რომ ის იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, სექსისტურ, ასე ვთქვათ, შეხედულებებს, ქალთმოძულე შეხედულებებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ, სწორედ ამიტომაც ეწოდება მას გენდერული დეზინფორმაცია. გენდერული დეზინფორმაცია ძირითადად მაინც არის ქალების წინააღმდეგ მიმართული და ძალიან ხშირად და უამრავი ფორმა აქვს, ესე იგი, და აქტიურ ქალების მიმართ არის ძირითადად მიმართული პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ჩვენ ახლა ამ აქციების პერიოდში განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში სხვათა შორის სწორი ხარ, როდესაც ესე იგი სამოქალაქო აქტიურობა მატულობს, დეზინფორმაციის ესე იგი ნაკადიც ძლიერდება. ასე ვთქვათ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აი ეს გენდერული დეზინფორმაცია არის სწორედ ინსტრუმენტი, იარაღი პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ, ხო? აი ნახეთ ახლა როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია. ის ესე იგი აქტიურ ქალებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს წარმოაჩენს ნაკლებად კომპეტენტურებად, დასცინის მას გარეგნული ნიშნით, გონებრივი ნიშნით, ასე ვთქვათ, ხო? წარმოაჩენს მათ ემოციურად არამდგრადებად და ისტერიულებად, ან და ესე ვთქვათ, ესე იგი ზედმეტად სექსუალურებად, ანაც სულად ქალთა აქტივობას ხსნის სექსუალური დაუკმაყოფილებლობით და ისე ხატავს თითქოს აქტიური ქალები, იმიტომ არიან აქტიურები, რომ მათ პირადი ცხოვრება მოუწყობელი აქვთ, ხო? ანუ აი სწორედ აი ნებისმიერი, ესე იგი სექსისტური და გენდერულად სტერეოტიპული, ასე ვთქვათ, შეხედულების გამოყენება შეუძლია გენდერულ დეზინფორმაციას სწორედ თავისი სამიზნეების საწინააღმდეგოდ. დიახ, და აქვე ჩვენ ანუ რაც შეეხება ანონიმურ აქტორებს, ჩვენ ხშირად ხდება კომპანიების მხრიდან, თუნდაც სარეკლამო მასალებში, ანუ არ ვიცი ეს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თუმცა არის ხოლმე ქალების დისკრედიტებელი, ასე ვთქვათ, რეკლამები და ასე შემდეგ. აი, ძირითადად გახსენებათ, რა თქმა უნდა, ესე იგი, ჩვენი ქვეყანაც ხო არის სამიზნე, სწორედ ხო ეს ზოგადად დეზინფორმაციის და ანტიდასავლური დეზინფორმაციის, რისი ერთ-ერთი ნაწილიც არის გენდერული დეზინფორმაცია და იმისათვის, რომ ამ დეზინფორმაცია მიმუშაოს, მას რა თქმა უნდა ჭირდება თავისი ინფრასტრუქტურა, თავისი ეკოსისტემა, ასე ვთქვათ, ხო? აქ შეიძლება ვახსენოთ რადიკალური მედიები, ასე ვთქვათ, ასევე რადიკალური აქტორები, მაგრამ ასევე ჩნდებიან ახალი პერსონაჟები, ეს არის ხო ანონიმური აქტორები, ბოტები და მათ შორის ბოტები ჩვენთან იმდენად აქტუალური არ არის და აი ტროლებზე კიდევ ვისაუბრეთ, ხო, ეს შეფარული. ესე იგი, სწორედ მათი საშუალებითაც, არა მხოლოდ მათი, მაგრამ ესე იგი, ამ არხებით ხდება ამ გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება. დიახ, რაც შეეხება ტროლები და ბოტები ახსენეთ, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში ვრცელდება ყალბი ამბები და ასე შემდეგ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს ამაზე საინტერესო არის განსაკუთრებით ახლა წეგან ვახსენეთ აქციების პერიოდში ჩვენ ვნახეთ ქალების მიმართ როგორი თქვათ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და თითოეულ ქალზე იყო შეტევა, ვინც ესე აქტიურად ჩანდა და რა როლი აქვს ამ შემთხვევაში მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას? აი მე უკვე ვახსენე, ესე იგი დეზინფორმაციის მასშტაბი ისეთია, რომ აი ესე იგი მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ეს როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხო? აი ნახეთ აქ სხვადასხვა დონეზე შეიძლება ეს ბრძოლა, ასე თქვა, წარიმართოს. ერთია მედია, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? ნუ ეხა მედიას აქვს თავისი ჟურნალისტური სტანდარტები და ამ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით შესანიშნავად შეიძლება, რომ ხო მან დეზინფორმაციული ნარატივები არ გააზიაროს. ასევე არის ის მომენტი, რომ სოციალურ მედიებსაც აქვს თავისი შიდა პოლიტიკა, ხო? თქვათ, აი ამ ანონიმური ავტორების და დეზინფორმაციული ნაკადების საწინააღმდეგო, თუმცა ეს არ არის საკმარის. მე მაინც ვფიქრობ, რომ თავარი შემაკავებელი, ესე იგი დეზინფორმაციის არის ჩვეულებრივი მომხმარებლის ცნობიერებისა და პასუხისგებლობის გაზრდა, ხო? დეზინფორმაციის ზალა სწორედ არის მის ვირუსულობაში, ეს უნდა გადაზიარდეს, ეს უნდა გავრცელდეს, ხო? და ეს ვერ მოხდება მარტო მავნე აქტორებით, მარტო ტროლებით, კი, რა თქმა უნდა, მათში აქვთ ესე ვთქვათ, ეს მესიჯები, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცა იწყებენ ამის გავრცელებას, მაგრამ ესე იგი ფართო მასშტაბს დეზინფორმაცია ვერ მიიღებს,
ჩვეულებრივი მომხმარებლის გარეშე. ამიტომ ჩვენი ყველას ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა აი ასეთ ხო ციფრულ ერაში არის ის, რომ დავსვათ მეტი კითხვები, როდესაც ვეცნობით ინფორმაციას, ხო? თუ საერთოდ გვეჩვენება ეს ინფორმაცია, აუცილებლად კიდევ უნდა დავსვათ კითხვა, რომ აი ვისთვის იქნებოდა სასარგებლო ეს ინფორმაცია, აი რატო ვრცელდება ამ სახის ინფორმაცია და თუ ამასაც ბოლომდე ვერ გავცემთ კითხვას, უბრალოდ ესეთი საერთო რამ არ უნდა გადავაზიაროთ, ხო? მინიმუმ აი ეს იქნება, ასე ვთქვათ, ყველა მომხმარებლის წვლილი პატარა შეტანილი ამ დეзинფორმაციის დაბლოკვაში. დიახ, რა შეეხება ზიანს, ანუ ჩვენ ვიცით, რომ დეзинფორმაცია ხშირად სტერეოტიპების გავრცელებას უწყობს ხელს და მე ისიც ვიცით, რომ ეს სტერეოტიპები ხდება ხოლმე ძალადობის წამახალისებელი და ასე შემდეგ. ხო, აი, რამდენად კვლევებით ეს კავშირიც დადგენილია, რომ ონლაინ, ესე იგი, ძალადობას ხშირად მოყვება ოფლაინ, ანუ რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელება, თქვათ. მაგრამ პლუს ახლა რა არის, იცით, გენდერული დეзинფორმაცია რატომ არის საშიში? იმიტომ რომ ის არა მარტო ცალკეულ პირებს ებრძვის, ის ღირებულებებსაც ებრძვის. აი, გენდერულ თანასწორობას, აი მაგალითად დემონიზაციას ახდენს იდეების. ფემინიზმის დემონიზაცია, ასე ვთქვათ, უფრო არის წინ წასული, ახლა სიტყვა გენდერის დემონიზაციაც კი ხდება და ილაშქრებს გენდერული დეзинფორმაცია, გენდერული პოლიტიკის წინააღმდეგ, გენდერულად სენსიტიური კანონების წინააღმდეგ, ხო? უკუსვა უკვე გქონდა, ხო? დიდი ხანია კვოტების წინააღმდეგ ეს კამპანია გენდერულად დეзинფორმაციული დაწყებულია ონლაინ და ეხლა ვნახეთ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც თქვათ პარლამენტმა კანონი გააუქმა, ხო? ასევე, ესე იგი, ჰომოფობიური კამპანიებიც დიდი ხანია დაწყებულია და აი ეხლა საკანონმდებლო ინიციატივა, ასე ვთქვათ, აი ამ ეგრეთ წოდებული პროპაგანდის წინააღმდეგ, ხო? ასევე, ესე იგი, ონლაინ ჩვენ ხვდებით კამპანიებს ოჯახში ძალადობის კანონის წინააღმდეგ მაგალითად, ხო? რაც ასევე საშიში ინდიკატორია, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, არც ისე უნებელია ესა, ხო? რაც ჯერ ონლაინ არის, შეიძლება რეალურ ცხოვრებაში პირისპირ შევეჩეხოთ ამას. დიახ, რაც შეეხება, მოდი ამასაც ვისაუბროთ, სექსისტურ განცხადებებს, ტერმინებს და ასე შემდეგ, რამდენად არის დღეს ეს პრობლემა, ისევ რამდენად გვხვდება და გვისმის. გენდერული დეзинფორმაცია, ვთქვით, რომ პირველ რიგში ეს არის გენდერული შინაარსებით დატვირთული გამონათქვამები, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი ხერხი ეს არის სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენება, ხო? ხო? და ეს ენა არის ხშირად თქვენ წარმოგიდგენთ ესეთი უხამსიც, ხო? შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი, დამამცირებელი და ბოლო ხანებში ჩვენ უამრავი იგივე პოლიტიკური არენიდანაც რომ დავიწყოთ, ნახეთ ხომ ძალიან ბევრი კაცი პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, აი ესეთი სექსისტური გამონათქვამი, ხო? დაწყებული თითქოს შედარებით ვითომ ესეთი გამონათქვამიდან რომ ქალთან დისკუსიაში ვერ შევალ არ არის წესი, თითქოს ესეთი რაღაცა ჯენტლმენური განცხადებით, რომელიც სინამდვილეში მაინც ესე იგი ქალის დამაკნინებელია, დამთავრებული ძალიან უხამსი გამონათქვამებით, სადაც ესე იგი ან ქალების ესე იყო slut shaming, ან მსუბუქი ყოფაქცევით შერწყვენა, ხო, სადაც თქვათ ქალები იყვნენ რაღაცა წარმოდგენილი, ესე იგი არასათანადო ყოფაქცევით და თითქოს ზედმეტი სექსუალურობის გამო იყვნენ გაკიცხულები, დიახ, და ბოლოს მაგალითებს არ გამიმეორებ, ყველა მიიცის. და ბოლოსკენ წავიდეთ, შედარება რომ გავაკეთოთ გასულ წლებთან შედარებით სტერეოტიპები და რამდენად ასე ვთქვათ, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და ხომ არ შეუწყო ხელი, ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა გავრცელებას დეзинფორმაციის და ან შედარება რომ გავაკეთოთ გასულ წლებთან. ხო, ეხლა ეს რაღაც ისეთი რთულება, ერთის მხრივ გენდერული დეзинფორმაცია იყენებს იმ სტერეოტიპებს, რაც არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ მე რა კითხვა წარმოებას აკეთებს, ამიტომ ხელს უწყობს კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას. მაგრამ თანაც ესე იგი პლუს დეзинფორმაციის მახასიათებელი კიდე ის არის, რომ შექმნას მან ილუზია, რომ ის აზრები, რასაც ავრცელებს, ეს არის დომინანტური და ხო, ესე იგი გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, ხო? არ ვიცი, მე მგონი ვფიქრობ, რომ აინც მაგალითად რო შევადაროთ შარშანდელი კამპანია მარტის და წლევანდელი, ხო? აი შარშანდელი კამპანიაში აქტიურად გამოიკვეთა აი ახალგაზრდები, როგორც სოციალური ჯგუფი გახდა გენდერული ესე იგი დეзинფორმაციის სამიზნე, ხო? აი ესე იგი გოგონებს
ვის წინააღმდეგ ხორციელდებოდა slut shaming-ი, ანუ მსუბუქი ყოფაქცევით შერწყვა, ხოლო ბიჭებს კიდე აი უფრო ფემინური და რაღაცა აი ამითი, ასე ვთქვათ, აი ჰომოფობიური რაღაცა შინაარსებით არ სხვენდნენ, ხო? და ამას აკავშირებდნენ კიდევ, ასე ვთქვათ, რაღაცა ეროვნულ იდენტობასთან და ასე შემდეგ. და წლევანდელ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო პროტესტის დროს, აი ახალგაზრდების, ხო, იქ იმდენი იყო, თქვათ, რაღაცა ეროვნული ცეკვები თუ დაფიცების რიტუალი თუ, ხო, თქვათ, აღდგომის აღნიშვნა და ასე შემდეგ, თითქოს ისე ძალიან ისე ეფექტურად აი ამან ვერ იმუშავა, ასე ვთქვათ, ამ უსამშობლოებისა და, თქვათ, ამ ჰომოფობიური რაღაცა შინაარსების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც კარგია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ლელა ხომერიკი, გენდერის ექსპერტი, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.